დღეს ვსწავლობ დრიფტს. ბექვარდით რო დავიწყოთ პირდაპირ. ბექვარდით დავიწყოთ. შენია, წავედი. აქედან მიდიხარ. მესამეს კეტა. ფლიპს აკეთებ. აი სა რა შვები ერთი ეგრე არა უშო ცეპლენია გატეხა. აი ხარ უნდა გადავარდე მთავარია. ამოძვერი ხარ ამენაირა. ეს ზაღრი სპეციალურად ყოს მოყვანილი რომ უფრო დაამძიმოს სიტუაცია. კომენტატორი ხო არა? მედი. აი ეს კაია! აი აუში გას. ეხა მიეც. აი ეს ეკუ გაკის მოვიხმარე, გეჯო! მედი მაცხნი, კიდე იხმარე, მოკაჩო. მაცხნი, გაზი. რანა პედი. აი, კიდე. რა სიტყვით, აბა? ეს მართლა გონში გიყოფილა ძმო. კი, მაგრამ სად უნდა ისწავლო დრიფტი ადამიანმა? მაღაზიაში არ იყიდება დრიფტის გაკვეთილები. ავდექი, გავიარე, გამოვიარე და სეირნობით შეთქვევით მოხვდი ლილო არენაზე. თურმე დრიფტ აკადემია არ გაუხსნიათ, სადაც ნებისმიერ დამწყებ ადამიანს შეუძლია დრიფტი შეისწავლოს და საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ჩემი დღევანდელი დრიფტის მასწავლებელი. გუგა ყირვალიძე არ ყოფილა კი, მაგრამ გუგა! როგორ ხარ გუგა? კარგად, შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. ეს შესაძლებლობა მომეცა და დამთანხმდი ამ ყველაფერზე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ლილო არენას, როგორ მასპინძლობს და გვითმობს სივრცეს ესეთი აქტივობებისთვის და დრიფტ აკადემიჯის და თქვენ, რომ ეს შესაძლებლობები გვაქვს დრიფტის მოყვარულებს. შენ რა მონოდინებით ხარ, ეგ მითხარი, რას ელოდები Need for Speed-ის გამოცდილებით თუ ყოლიათ მასწავლეები. ვათაშორის თამაშებიდან მოსული ბავშვები და ნუ ზოგადად ვინც თამაშებში არის უფრო აქტიურად ჩართული, ბევრად მარტივია იმათვის. აი განსაკუთრებით როცა სიმულატორებიდან მოდიან ხოლმე, ისინი ძალიან მარტივად ითვისებენ. იმსგავსებულია ფიზიკები ასე თუ ისე, ხო? ფიზიკაც მეტნაკლებ მე საერთოდ ვერ დავდივარ სიმულატორზე, სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტვინში აქ, ხო, სიმულატორს დადიხარ ზეპირად, აქ დადიხარ ქვედაკანით, შეგრძნებებით და გამომდინარე იქიდან რომ მე შეგრძნებებით მაქვს ნასწავლი, ეხა ზეპირად ვეღარ შვები. ნუ შეიძლება მაგის სწავლაც, უბრალოდ ასე ნაკლებად მაქვს ინტერესი მაგისი, მაგრამ ის ვინც თავიდან იწყებს სიმულატორის სწავლას, ყველაფერი იცის უკვე ზეპირად და მე რო დაждდება მანქანაზე შეგრძნებების ემატება, იმისთვის უკვე ძალიან მარტივია. ხო და ერთი სული მაქვს ეს შეგრძნებები გამოვცადო და მითხარი საიდან დავიწყოთ. შენ მითხარი რა გინდა, რა არის შენთვის დრიფტის სწავლა, იმიტომ რომ აი ხშირად მეკითხენ წერენ ხოლმე რაღაცა მირეკამენ რომ დრიფტის სწავლას რამდენი ხანი უნდა. რავი, აი დრიფტის სწავლას რამდენი ხანი უნდა. მოხოვლურით წრეზე ტრიალი ნამდვილად არ არის ჩემი მიზანი. ბექვარდით რო დავიწყოთ პირდაპირ. ბექვარდით დავიწყოთ. შენია, წავედი. წავედი. კაი, მიდი აქედან მიდიხარ, მესამეს კეტა ფლიპს აკეთებ. აა, ცეპლენიაზე ნუ ხარ გაზის ათამაში. არა, ჯერ გვერდზე დამიჯექი, გადავიდეთ, მოიცა კასკა გინდა შენ. არხის გამოწერა, მეგობრებო. კეთილი იყოს შენი მობრძანება დრიფტ აკადემიის დრიფტ კარში. კეთილი იყოს. ყვედი. წამო, ეხა გადავიდეთ. ცოტა უფრო მოზრდილ ტერიტორიაზე, სადაც მეტი თავისუფლებაა და დავიწყოთ დონატით. დონატს თუ ყოჩაღად გააკეთებ, მერე გადავიდეთ რვიანზე. რვიანსაც თუ ყოჩაღად გააკეთებ, მერე გადავიდეთ. მერე შენ არჩიე რა გინდა. მერე გავიარეთ მოსახვევი, მაგრამ შენ თუ დონატიც გააკეთე, ხა უცებ რვიანიც გააკეთე და მოსახვევის გაიარე, რავი, აქედან მოწოხალ დაითრიე მანქანა და ბარემ იარე შეჯიბრებდნენ. ნახოთ. ამ 46 რა აქვს? ეს არის ფაქტიურად სტანდარტული სამიდანული. აყენია კარლოს მოხვევის კუთხე, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აყენია ორი წითელი სკამი, იმიტომ რომ წითელი პროსტა ლამაზია. ძალიან გერია. და ჰიდროუჩნები, შო, ეგ არის ამორტიზატორები რაღაცა არის, რომელიღაცა გასხმულია, რომელიღაც ჩასხმულია. როგორც ტრისკოს. როგორც შეეფერება რა. დადის გიჟივით, პირველი მეორე ბუქსავებს გიჟივით. თანაბარი. საკმაოდ ჭუმია ეს სხვა დრიფტკარებსა განსხვავებით გამშვები. ხო, იმიტომ რომ სკოლის მანქანა არ არის საჭირო რომ იყოს ხმაურიანი, თან მით უმეტეს აქ მოსახლეობა რო ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ნაკლებად შევაწუხოთ და ეთიკური დრიფტი. ზრდილობიანი დრიფტი მეგობრებო. იზრუნეთ სხვებზე ხალხო, იზრუნეთ. მარტო თქვენი თავი არ არის, სხვებიც არსებობენ სოფლიოში. ეხლა გაჩვენებ როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაზე საბაზისო დონატი. როგორ დაგვემართოს ზანა. როგორ დაგვემართოს ზანა. კი ბატონო. ესე იგი, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო ის რომ დრიფტში მანქანას უმეტესად ატარებ გაზის პედლით. რულით აკეთებ ძალიან პატარა კორექციას.
დაწყებისას გჭირდება საკაიფოდ მოუხვიო და მე უკვე გაზით აკონტროლებ და ძალიან პატარა კორექციებს აკეთებ საჭეთ. თუ მანქანაში ხელებს იქნევ, ვეღარ სუნთქავ, გაოფლიანდები და დაიღლები დონატის დროს, ესე იგი რაღაცებს არასწორად ჩვევ. აჰა. ნუ ისე უნდა აკეთებ და თითქოს პურზე უსმო კარაკს, დივას და მაქსიმალურად აუღელებლად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მოდი გავიაროთ ერთხელ რომ გააკეთებ. რაღაცა ყველაფერი წამოხვალ ნელა აი ამ სიჩქარით დაახლოებით. მოუხვევ გას აძევ. დაიწყებს მოცურებას. მე გასტუმის გარეთ გახვალ. გას თუ მოაკლებ შიგნით შემოხვალ. ნახე საჭეს ძალიან პატარა კორექციას უკეთებ. ფაქტობრივად არაფერს არ შვებია. მერე გადახვიდე რუიანზე. არა რუიანამდე ჯერ დონატი უნდა გააკეთო. ეგარი მთელი ფილოსოფია. კაი, სადო? წამი. ვერთა შენ გუშვე. აჰა, თაბაგამო. ამოწე კარგად. ოპა! გადაგიცებრენია ხე? ცოტა წამით. ცოტა უკან. აი, კარგად იმაზე წინ უნდა იჯდე, ვიდრე შენ გონია რომ კომფორტულად ხარ და ქალაქში დადიხარ. კაი, მიდი ერთი წრე პროსე ნელა დავარტყათ, რომ ცოტა მანქანასთან აზე მოხვიდე. ჯერჯერობით ვაკეთებ პიროსის ყველაფერს. კაი, არა, ერთი მეორეში გადადე, ნელა გაგორდე პროსა ნახე რა, როგორ დადის მანქანა, ცოტა მიეჩვენე. იმასთან თხევით იყავი, არ დაგხუცო პროსა. მადიშო. მიდი პროსა ერთი დიდი წრე მოვარტყო და აზე მოხვიდე. არ აგერიო, ჯერ იღებს საჭეს და ეგრევე მე აძლევ გას ერთიანად და მკვეთრად და სწრაფად. თუ რაღაც არ გამოდის და ხედავ რომ ცხვირს საჭში, ეგრევე უშვებ ყველაფერს და ატორმუზებ და თავიდან იწყებ. მიდი აი იმასთან გაკეთე. აი ეს ეგრევე. აი, მაგრამ ყველაზე რთული და რაც უნდა იგრძნო და რაც უნდა ისწავლო არის დრიფტის დაწყება. შუა დრიფტში ბევრად ადვილია და ვიღაცა შუა დრიფტში მოსახალში ვეჩასვა, ცოტა წაება თუ იცის ისიც გაივლის. ეხლა თვითონ დონატს მეტაკლებად აკეთებ, მაგრამ კლაჩით რომ მოუწყვეტო პირდაპირცებრენით. არ გჭირდება კლაჩით მოწყვეტა, ჯერ ეგრე იმას ვქნათ. კლაჩით უფრო ადვილია. ისწავლე როგორც სწორია. კაი. მიეცი გაზი და დააცადე რომ მოცულდეს მანქანა და მერე აუშვი. კაია. კაია, შემეია. გასორა, ჯიგარი. კაი, დონატი ჩაბარებულია, მაგრამ ცოტა მაინც უფრო რო გავართულოთ, ეხლა მარჯვენა მხრიდან გააკეთე. ოკეი. ეხლა ცოტა ვხედავდი ფიშოს. ცოტა კი არა, კარგად ვხედავდი. ეხლა ჩემ მხარეს გააკეთე. გამისწორდა მოგდა. გარია. საო. ჯიგარი ხარ გუკა. დონატი ჩაბარებული. აუ რა მაგარი. ეხლა რუიანი? ეხლა გადავიდეთ რუიანზე. ოღონდ მაიცა. მაიცა ერთი წამი. ძალიან მაგარი შეგდება. დონატი ჩაბარებულია. ეხლა გადავიდეთ რუიანზე. თუ მე ცხრიანზე გაიგე შენ რა? მოგეთ რუიანში არის თავმოყრილი ფაქტიურად ყველაფერი, რაც რეალურად მე ნამდვილ დრიფტში გჭირდება. უნდა აჩქარდე მანქანით, დაიზრა, აჩქარდე, უნდა ზანოში ჩააყენო მანქანა, უნდა გაიარო პატარა, ძალიან პატარა დუგა, უნდა გააკეთო გადაწყობა, უნდა შენელდე, ისე პატარა დუგა უნდა გაიარო, ამასობაში უნდა აჩქარდე, მე კიდე გადაწყობა უნდა გააკეთო, უნდა შენელდე, ერთი და იგივეს აკეთებ, ოღონდ ფაქტიურად ყველაფერი არის თავმოყრილი. კათვალე რომ დონატს აკეთებ და ბოლო მომენტში გადაიფიქრე და მეორე მხარეს წავიდე. ოკეი. დავიწყოთ ერთი დონატით, ერთ წრეს რო გააკეთებ, მე ეცადე რომ გადმოხვიდე მეორეზე. რასაც გააკეთებ, იმის მიხედვით მე შესვენებები შევიდა. კარგი, მხარე რომ შენი მხარით გააკეთებ უფრო ადვილია. არა მოვარტყა პრემია ისე ისე ვქნა. დაიწყო გაზი. ხო, გადადი იმაზე. ხო, მაიცე. ცოტა ეხლა ნახე. უნდა გავშალო უფრო. უნდა გაშალო, მიდი ცოტა წინ. მიდი.
ეს ხა ბევრი მომენტა. ერთი იყო უკვე, კაია. ერთი შედგა უკვე. მოდი აბა ერთი. მედი. ადრე იყო. ზანა ხოს მომედიხარ კონუს 1 მეტრი დაიტოვე. რომ ადგილის მოიგო მაგაში რა. ვაი, sorry. თავიდან ქერი. ერთი რო აგერევა. ის გამოსწორება ძალიან ძნელია, ჯობია ეგრევე თავიდან დაიწყო ხოლმე. Საულ, აუ რა მაგარია. დავაი, რუიანის უეჭველი გეწოლება. დიდი მადლობა. აი, ახლა გადავიდეთ ცხრიანზე. ცხრიანი მეგობრებო. დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. გადადით გუგას არხზე. ისიც ვეტერანი იუთუბერია. და ძალიან მომწონს მისი კონტენტი, ყველაზე ნაღდი იუთუბერული არხი აქვს. ისა დრიფტერული. კაი, მიჩერდი ცოტა ამოვისუნთქოთ. აბა ბიჭო, ხოთ რას ვიქნებ. კარგია. მართლა კარგია. თან ეხლა ვიღაცები უყურებენ და იტყვიან რომ ეს დამონტაჟებულია ძმა ეს კვირა დადიოდა და რაღაცები. ფაქტიურად მეორე მე-13-ზე რუიანი გამოგივინა. საულ, ცოტა აიღერული და აღარ დაგვერდება არს. ეგა. რა სიტყვით, აბა? ეს მართლა გონში გიყოფილა ძმო. უთხარი გოგა, უთხარი. მოკლედ, ძალიან ყოჩაღია. ფაქტიურად მეორედ მე-13-ზე რუიანის გააკეთა, მანქანას გრძნობს, ანუ რაღაც მომენტებში სწორ რაღაცებს აკეთებს მანქანაში და ერთი დღეს არ არის, ანუ რამდენიმე გავლისთვის ძალიან მაგარი შედეგია რეალურად. ძალიან მაგარია, მადლობა. ცოტა გვიტევენ ვიღაცები, ხო, ბიჭები შემოდიან სავარჩეთ. თან ემოციები უფრო ფარავს ეხა რაც არ უნდა ეს იყოს, მაინც პირველი ის რო არის რა. ვიცი, თავი რო იძახია რომ აი მანქანაში რა როგორ უნდა დაიღალო და ეს ფორმულა 1-ის პილოტები, ათლეტები რატო არიან მანქანაში ზიხარ არაფერს არ აკეთებთ და ეგეთი ის რო არის ხოლმე. ანუ რეალურად მანქანაშიც საკმაოდ ვაფშე სისხლის წნევა იწვება, სხვადასხვა მხარეს მოძრაობს სისხლი, აი რომ მოწყვიტა, აქეთ არის ერითროციტები. ერეიქ. ეგრეა. კარგია, ოჩოღი ხარ. სადაც მოსახლეობი იც. დავაი. აი ამ მოსახლეობას გავივლით, ხო? ეხლა საქმე იმაშია რომ ვიღაცებმა უნდა იარონ კონფიგურაციის შემადგენელი ნაწილი არის ეს მოსახლეობა. მაგრამ ნუ ისე ვქნათ რომ ეს არის ხოლმე არ შეუშვა. მოკლედ მოსახლეობა უნდა გავიაროთ მეორეს იჩქარით. ყველაზე მთავარი რაც არის არ უნდა იჩქარო. ხო. შენ თავს ვერ გაასწრებ და იმაზე მეც ვერ იზამ რაც შეგიძლია. ხო, შვიდად და წყნარად უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ერთი სრული წრე თუ შეკარი, აი ეს დიდი გეთხრება რომ ძალიან ყოჩაღი ხარ. თავში არ ამივადეს. თავია რომ გზიდან არ გადავარდე. ხო. მადნოვით კარ. სახურავზე არ დაეცე და ასე შემდეგ. თუ ხედავ რაღაცა ნიტოთ მიდის, მაგ დროს იჩქარე და ტორმოს დაანგრე. ოკეი. კაი. წამოხო მეორეთი. შედარებით ნელა. დაახლოებით აი ამ სიჩქარით. არ ვიცი რამდენი ამიტომ ვიტყვი არ ჩვენებ. ვიწყებ მოცურებას. და საკონტროლო. აი აქ შეიძლება გას აუშარო ცოტა შენელდე. აქ ისე მისცემ გას. ანუ როცა რაღაცა ხდება, ან ზედმეტად ჩხარდები, ან გადაწყობისთვის გინდა მოემზადო, ან რაღაცას შენს არ არის კომფორტული, შეათხელე გაზი, ცოტა შენელდები, ოღონდ მაგას შენ თვითონაც ხო გზნობ რომ უგაზოთ რომ მედიხარ სადღაც უკვე იწყებს მანქანა გასწორებას. მაგ მომენტში შეაპარებ გაზს. ან ჩატრია თუ ხედავ რომ გიტრიალდება მანქანა და ძალიან კუთხეში გაგირბის, შეათხელებ გაზს. აი დონაცეც ეგ დავამოღამე, შენ ნუ ისე გაქვს უკვე დამოღამებული რომ შეგრძნების დონეზე იცი, რა დონეზე დააჭირო და ერთი კუთხე შეინარჩუნო
და მე რო ეგ არ ვიცი, მაგიტო შვებოდი. ხო, ანუ ეგრეთ გამოდის ამ ტყაპატყუპით, მაგრამ არ არის ისეთი სუფთა და ლამაზი და კორექციას იძლევა. ხა დონაძე შეიძლება ეგრე არ შეეტყოს, მაგრამ რეალურად როცა უკვე ტრაექტორიას დადიხარ და ცოტა ჩქარა მიდიხარ, უკვე მანქანას გარედან მე ესეთი რაღაცები ეტყობა და არ არის ლამაზი რა. მოდი გადმოჯოქი ხე შენ. დაგველოდებიან? და ეხა შენი გავლა. მელა წადი მეორეში გადაიტანე და ჩაგდე მეორეში. ნო, აი მე საიდანაც დავიწყე, იქიდან დაიწყე. просто უყურე თუ ხედავ რომ ვარდებით დაადორმო. აი. აი ხარმა გადავარდე თავარი. ოკეი. მე დავიწყო? ხო. მე გაიგე. მე ხა ისე დიდუხეს შევარდი, მიდი ჩატი კიდე. დიდუხეს შევარდი და ვეღარ გამოწელავდი. თავიდან კენი. მე. აი, აუში დასება. აუში დასიანელი. მე, გავფიქრე სამე? ამოძვერი ხარ ამენაირა. ნელა დაძერე. ცუგა, ნუ მიშლინერებს. აი ძაღლიღა გაკდა ეხა. მიდი იქი დავედოდოთ ერთი გამოიარონ იმას. აი აქ რო ამოხვალ. სად დავდგე? მიდი, სადაც ვიდე იქ წერან. მიდი იქ დატრიალდი, წერდი. აი, დატრიალდი დავედოდოთ გაიაროს ერთი. ეხა რო ამოხვალ, სანამ აი ჩახვალ. აუშვი გას. და ოდნავ შიგნით მიმართე საჭით რომ თან შენელდე და თან იქით დაიმიზნო მოსახლეს და მე ისევ დააჭერგა. მე დავაკელი ხო გაზი რო წამიღო ქვემოთ. არა, თავიდან მიდიოდი დიდი გაზით. და მაგიტო გადავარდი ქვემოთ. მან აი აქ ფიხარი აუშვა, აი აქ ზემოთ რო აუშვა, შენ აი აქ ჩასასვლელამდე რო დაასტაბილურო და მე რა უკვე ახლოს შევალ. ხო, და მე უკვე გაზით ისევ გააგზელებ რა. ერთი ეგწრე თუ შეკარი გელი ხარ. გაუკეთე მეორე. კაპანი. აი. აბა. ცდა მეორე თუ მესამე? მესამე, დავაი. აი ცეცამ. იქ თუ არ შენელდები, 100-დან 100-ჯერ გადავარდები. ეხა თითქოს ცეპლენიას დავარტყი რომ შევნელო. აი აქ უნდა სანამ ჩახო მანამდე უნდა შენელდე. სადოთ ერთით? მიდი. მოიცა იქიდან დაიწყო, საიდან ერთად. ხო. ეს ზაღრი სპეციალურად ყოს მოყვანილი. ზაღს რა უნდა გიხვეწები სიტუაცია. ხო იმე დრამას ძენს. აუში გას. მარცხე მოუხე. გამიტრიალდა. ერთით მიდი. ისე ქვემოთ ჩადე. მიკროფონი ზაფხულს ხო არ დაუყენეთ, მე მგონი რა საინტერესოს გეუქმნით. ჟი კომენტატორი ხო არა? მიდი. აი ეს კაია! აი აუში გას. ეხა მიეც, მიდი. აი ეს ეკუ გაკი მოვიხმარე, გიჯო! მიდი მარცხნივ კიდე იხმარე, მოკაჩო. მარცხნივ, გაზი. რანა გაზი. აი, კიდე. მეგობრებო, ეს რა ხდება? ეს 10 კულის უნია. ბოლი დააყენე. მანქანაში ბოლი შემოვიდა საბურავად. აუ! სავო. ვერ ვაპარაკო. ვაი, შო. კაი, კამერა ჩავშოთ ხა, ხო? სიმსიმებს გოგან უმაშინებ. მიდი ცოტა წინ მიგორდი, იმათ არ გადაგვიარა. სად გავშერდე? აი, მეყენე პროსტა. აიღერული რა დაგორდეს და. შო, გაჩერე. კაი, ეხლა გითხარი მაყურებლებს უთხარი? ახლა უნდა გავაღო პირველ რიგში კარი რომ ეს კვამლი გავიდეს რომელიც შენ დააყენე. როგორ დაემართოთ იმათაც ესეთი რაღაცა?
სად მოგწერო? იმათაც თუ უნდათ რომ დაემართოთ ზანოსი, იდეაში უნდა შესულიყვნენ დრიფტ აკადემი G-ზე, რომელიც ლაშეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ჩემმა საყვარელმა ლაშიკომ ისე გააკეთა, რომ დრიფტ აკადემი G-ს რო დაწერთ, გადმოხვალთ ჩემ ინსტაგრამზე. მაგრამ შეგიძლიათ რომ ჩემ ინსტაგრამზე მომწეროთ, ან დრიფტ აკადემი G-ს ინსტაგრამზე შეხვიდეთ და იქ ნომერიც არის მითითებული და შეგიძლიათ. ანუ ოღონდ თქვენ მოისურვოთ. თავარია თქვენ მოინდომოთ. მანქანა არის, ლილო არენა არის. მეც აყვარ. საბურავი გვაქვს, საწყობი გვაქვს. სუპერ. ძალიან დიდი. თან ნახეთ რა მარტივია. მოხვალ 2-3 წუთში ეგრევე ყველაფერს აკეთებ რა. ხო, კაი ნიმუში ვარ, ხო? ის არეკთამოთ კაი. ხო და რავი, რა ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა. ეს ვიდეო სარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი გამოვა. ხო, გოგას არხიც იქნება ამ ვიდეოს თან ავტორობაში. წესით ეგეც მაგასაც ვიზავ, თუ არა აღწერაში აუცილებლად. გადადით მის ვიდეოების საათვალიერად და დაკავდით ჯანსაღი სპორტით. და ძალიან მნიშვნელოვანია დრიფტზე თუ მოდიხართ და გინდათ რომ რამენერე დრიფტი ისწავლოთ, ზოგი მოდის ხოლმე რომ დრიფტი უნდა იცოდეს, ოღონდ სადღაც ან ყური მოკრული დრიფტისთვის და წარმოდგენა არ აქვს რა არის დრიფტი. მე ვიცი რომ შენ ძალიან დიდი ხანია დრიფტს უყურებ და ძალიან აქტიურად ხარ ამ ამბავში ჩართული და თავი რომ რაღაც აი რომ მოხვალთ აქ ცოტა მაინც იცოდეთ, აი ვიდეო მაინც გქონდეთ, რაღაც წარმოდგენა გქონდეთ რა არის დრიფტი და რომ მოხვალ აქ აბა რა ხდება ბრაცი აქ ეგრეან თუ რაღაცა წარმოდგენა გააქვს და ვიდეოები გაქვს ნანახი ან თამაშები გაქვს ან რაღაცა, ბევრად მარტივია მე ამ ყველაფერს თავი მოუყარო რა. ასე რომ გელოდებით და გამოიწერეთ YouTube არხები. მადლობა. ერთ დღეში ვსწავლობ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. დღე პირველი. დრამი. ჩემი დღევანდელი დრამის მასწავლებელი. სანი. ყველა ინსტრუმენტი გინდა დღეში ისწავლო. ყველაფერი. ყველა. დიახ. ხო ლოგიკურია. ძალიან ლოგიკურია, ძალიან მოწო შენი შემართება. გეტყობა რომ ნამდვილი YouTuber-ი ხარ. YouTuber. დაიმახსოვრე hip and hop. Hip and hop. თავია hip and hop. I has a girl that's a nation of a shed. Fires to the ground, choosing planets on the ground. Welcome to the fun, a cinema round. Round. ნერვიულ. არ იყო ცუდი. საშინელება. აგრამ არა უჩა. ერთ დღეში ვსწავლობ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. დღე მეორე. ბასი. ბასი. მოიგე ინსტრუმენტი. ეს სწორია, ხო? ესე უნდა მეკავოს. დათ არის ბენდის დამფუძნებელი და ვოკალისტი და სოლისტი, სახელწოდებით ნუ მიეყრდნო. დიახ, ახლა ვარ. ჯეკი უნდა აიღო და შეერთო პირველ რიგში ბასი. აქ ხო? აი ხო, კი. ეხლა კომბი უნდა ჩართო უკანა მხარეს აქ შესართავი. ეგ არის. აი. ვაიმე. ისმის. საკმაოდ ყვერები. მე? დაიწყე. მე შეგვიძლია შედარებით სიძლიერეს მიცევა. აუ თმა მინდა, ვიქონი. შეიძლება. ყველათი რომელეო შუალავ. სალინმო. სალინმო. ოპალა. ისარიგა. ომანესი გარიგა. აი